თბილისიდან ქუთაისის მიმართულებით მიკროავტობუსი, რომელსაც გადაყავდა მგზავრები, შეეჯახა საპირისპირო მხრიდან მოძრავი სატვირთო ავტომობილიდან გადმოვარდნილ ლითონის ფურცლის რულონს, რის შედეგადაც ავტომობილში მყოფი მგზავრებისაგან 6 შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა სამწუხაროდ, ხოლო დანარჩენი 7 პიროვნება გადაყვანილ იქნა ზესტაფონის საავადმყოფოში, სადაც მოგვიანებით კიდევ ერთი პიროვნება გარდაიცვალა. სატვირთო ავტომობილს მართავდა თურქეთის მოქალაქე. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარ სამმართველოში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 271 მუხლის პირველი და მეშვიდე ნაწილი.